მოგესალმებით. გავაგრძელოთ ჩვენი კურსი ჩაშენებული სისტემებზე. ესე იგი, ჩვენ წინა ვიდეოში გავიარეთ თეორია თუ როგორ და რისთვის გვჭირდება წყვეტა. გამომრჩა ესეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ქვია sysconfig რეგისტრი. მოდი აქეთ ორდში მაქვს გახსნილი თუ რა გზები გვჭირდება წყვეტის გასააქტიურებლად. საჭიროა რომ GPIO-ზე მოვიდეს რაიმე სიგნალი პერიფერიალის რომელიმე პინზე. ამის შემდეგ გვჭირდება sysconfig-ი და მოდი სანამ sysconfig-ს გავივლით, უცებ გავიხსენოთ ეს ყველაფერი როგორ ხდება. ჩვენი პროცესორი წყვეტის შემთხვევაში აჩერებს კოდის დამუშავებას, ასრულებს რაიმე ჩვენთვის მიცემულ ფუნქციას და შემდეგ უბრუნდება და აგრძელებს თავის საქმეს, რომელსაც მანამდე აკეთებდა. იმისთვის რომ ეს მოხდეს, ამაში NVIC პერიფერიალი გვეხმარება. ესე იგი, NVIC პერიფერიალი აწვდის სიგნალს პროცესორს, რომ შეჩერდეს და სხვაგან შესაბამის რაღაცა კოდის ფუნქციის ნაწილზე გადაიტანოს საქმე და ის საქმე შეასრულოს. იმისთვის, რომ ჩვენ NVIC-ზე მოვახდინოთ წყვეტის გააქტიურება, გქონდა გავხსნათ ჩვენი მენუალები. აქეთ მე გახსნილი მაქვს, მოვძებნოთ შესაბამისი ეს ვექტორები. ეს არის წყვეტის გააქტიურება, ხო? აქ გვაქვს interrupt set enable, ანუ წყვეტა რომ გახდეს გააქტიურებული, შესაბამის რეგისტრის შესაბამის ბიტზე უნდა ჩაიწეროს ერთიანები და ნოლიანები. მაგალითად, ესეთ რაღაცას კიდევ დაგეხმარებით, აქეთ გადავიდეთ წყვეტაზე და აქ ვნახოთ ჩვენი vector table. სულ გვაქვს, სულ შეგვიძლია 85 განსხვავებული წყვეტის მიღება. სხვადასხვა რაღაც, აქ ბოლო ნომერი ეს არის. სხვადასხვა რაღაც პერიფერიალები იქნება თუ კოდი თუ რაიმე ნაწილიდან. ვექტორების ცხრილში გვაქვს ეს. შესაბამისად, ჩვენ თქვით რომ თუ კი GPIO პინებიდან უნდა მივიღოთ, GPIO პირდაპირ არ არის დაკავშირებული. GPIO დაკავშირებულია EXT-ის გავლით. EXT-ის გავლით, ნახეთ, როდესაც გაივლის შესაბამის ნომერზე, ვექტორების ცხრილში რა ნომერიც არის, აქეთ რაც ვნახეთ. შესაბამის ნომერზე მოხდება ეს რეკვესტი და წყვეტაც აღნიშნულს გადაუგზავნის პროცესორს და პროცესორი დაკავდება უკვე ჩვენი საქმით. იმისთვის, რომ ჩვენმა GPIO პერიფერიალის პინებმა მიაწოდოს EXTI-ს ეს ინფორმაცია, რომ EXTI-ს გავლით რომ მოხდეს, ანუ პინი ხო ვიცით, ჩვეულებრივად რაღაც სიგნალს ააგზავნის ან იღებს. ხოლო ჩვენ თუ გვინდა რომ წყვეტა, ანუ NVIC-ში მოხდეს, EXTI-ს გავლით ხდება ვიცით და ის რომ EXTI-მდე მივიდეს, ამისთვის გვჭირდება ჩვენ sysconfig რეგისტრი. აქეთ ჩამოვალ, სადღაც გქონდა დიაგრამა და ეხლა აქამდე ცოტა გაურკვეველი იყო, ახლა ამ ყველაფერს ცოტას კიდევ გავამარტივებ. ესე იგი, ეს არის შემოსული ხაზი, ანუ ჩვენ წყვეტა გვინდა, როდესაც პინი არის input რეჟიმში, ხო, რაღაც სიგნალი უნდა მიიღო, რომ ამ სიგნალის შემდეგ რაღაცა რეაგირება მოახდინოს ჩემმა პროცესორმა. ესე იგი, პირველ შემთხვევაში ხდება edge detection, ანუ პირველივე ბლოკი, რაც მოდის. Edge detection, ანუ ეს არის falling and rising edge დაფიქსირება, ხო, ქართულად უფრო გადასვლა, რაღაც გარდამავალი წერტილი high-დან low-სკენ, low-დან high-სკენ, რომელიც მოხდება. მაგალითად, თუ მე მინდა rising edge გააქტიურდეს, რა თქმა უნდა, ამ რეგისტრს დავაკონფიგურირებ და თუ კი ეს სიგნალს დააფიქსირებს, ხო, ანუ თუ კი მოხდება ეს rising edge-ი, ამის შემდეგ კიდევ სხვა რეგისტრებზე გააჩნია აქ რა კონფიგურაცია გვაქვს გაწერილი, საბოლოო ჯამში NVIC კონტროლერამდე მიდის ნახეთ pending registry. Pending registry მოათავსებს ერთიანს შესაბამის ბიტზე, იმის მიხედვით თუ მაგალითად port A-ის 0 პინზე მაქვს წყვეტა გააქტიურებული, უნდა იყოს input რეჟიმში, შემდეგ უნდა მოხდეს როგორც
sysconfig-ს სანამ შევეხები, ესე ვიტყვი, რომ წვეთის გააქტიურების შემდეგ, როდესაც სიგნალს მიიღებს, EXTI აკეთებს ესეთ რაღაცას. მოახდენს ჩვენი რეგისტრი, ანუ შემოწმებას, თუ ეს გააქტიურებული მაქვს, მოხდა თუ არა rising edge G-ს დაფიქსირება, ანუ low-დან high-სკენ გადასვლა და თუ მოხდა, ანუ ესენი არ გვჭირდება ჯერჯერობით. ვისაუბრე ამაზე წინა ვიდეოში თუ ეს არის რას აკეთებს და ბოლოს უკვე მოდის pending register-თან. Pending register-თან მოხდება ერთიანი იმ შემთხვევაში, თუ კი ეს ფილტრი გაიარა და გააგზავნის უკვე NVIC წვეტაზე. NVIC peripheralზე, controller-ზე. ეხლა მოდი ისევ აი აქეთ დავბრუნდები, ანუ თუ რომელიმე პინიდან მოხდა, ესე იგი მივხვდით, აქ თუ რას აკეთებს, პინიდან იღებს სიგნალს, EXTI, ამ ყველაფერს დაიანგარიშებს თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და გაუგზავნის შესაბამის ხაზზე NVIC-ს, მაგალითად შესაბამის ნომერზე, ხო, შესაბამის მისამართზე, რომელიც უკვე ვნახეთ ვექტორების ცხრილში, ანუ პროცესორი NVIC-ს ამ ცხრილების საშუალებით ეკონტაქტება, ფაქტიურად შეგვიძლია ესე წარმოვიდგინოთ. გარდა ამისა, ესე იგი ვახსენე sysconfig და sysconfig იყო ესეთი, აქაც რომ მოვუძებნოთ. კიდევ ერთი peripheral-ი, აი აქაც რომ მოვუძებნოთ. აქ ხო არ გვაქვს. აი, მე-7-ში იყო. ესე იგი sysconfig-ი არის დამოუკიდებელი peripheral-ი, რომელიც სისტემის სხვადასხვა კონფიგურაციებისთვის გვჭირდება ხოლმე. და ერთ-ერთი მისი დანიშნულება არის, რომ GPIO პორტი დააკავშიროს EXT ხაზთან. აი, ისევ აქეთ რომ დავუბრუნდეთ, პირდაპირ ესე არ არის EXT ხაზი შეერთებული, ანუ არ არის ეს ხაზი გზა გააქტიურებული იმისთვის, რომ GPIO პორტი EXTI-ის გავლით წავიდეს ინფორმაცია, ანუ GPIO-ზე მოსული ინფორმაცია, ამისთვის გვჭირდება System Configuration Controller-ის რეგისტრი. peripheral-ი. მოდი რეგისტრები ვნახოთ და აქაც ჩამოვშალოთ თუ რა რეგისტრები გვაქვს. memory map-ისთვის არ გვჭირდება, შემდეგი გვაქვს ესეც არ გვჭირდება, peripheral-ის რეჟიმის კონტროლი, აი ეს არის უკვე ნახეთ EXTR, აი პირდაპირ რეგისტრების რუკაზე რო გადავიდეთ, აი EXTR EXTI controller register 1, controller register 2, controller register 3 და controller register 4. ესე იგი, ამ 4 რეგისტრიდან გინდება თუ რომელი პორტიდან მოდის სიგნალი. აი, გადავიდეთ EXTR 1-ზე. ნახეთ, სულ გვაქვს 0, 1, 2, 3. შემდეგი არის 4, 5, 6, 7. გავაგრძელოთ, მოდი 8, 9, ასე შემდეგ და ბოლო არის 15, ანუ პინის შესაბამისად. ამის შემდეგ, ანუ ეს არის ბოლო EXTI რეგისტრი. ამის შემდეგ უკვე სხვა რეგისტრის კონფიგურაცია არ. ეს არის ჩვენი პინებისთვის. ანუ ახლა ვნახოთ ესეთი რაღაც. თუ კი მაქვს პინ 0-ის შემთხვევა, პინ 0-ის შემთხვევაში უნდა გავწერო პირველ 4 ბიტზე ეს ინფორმაცია. თუ მაქვს პინ 1, პინ 0-ის შემთხვევაში ეს იყო, პინ 2, ანუ მაგალითად პინ 13-ზე მინდა წვეთის გააქტიურება, ხო? აი აქეთ უნდა გადავიდე, მოვუძებნო პინ 13 და რომელ პორტზეა, ხო? თუ მაგალითად პორტ C-ზე არის საუბარი, ან პორტ A-ზე, აქ ყველგან უნდა გავწერო 0-იანები. ხოლო თუ პორტ C-ზე არის, აქ უნდა გავწერო 0, 0, 1, 0. აი როგორც აქ არის მითითებული. ხო, როდესაც ესე იგი system config-ში გავააქტიურებთ EXTI შესაბამის რეგისტრზე, შესაბამის პორტის შესაბამის პინს დაუკავშირდება, ესე იგი ფაქტიურად მოხდება ესეთი რაღაცა, რომ GPIO შესაბამისი პინი, ანუ გაივლის EXTI-ს. რა ხდება უკვე ამის შემდეგ? ესე იგი, აქ უკვე ვიცით, input სიგნალი მოვიდა, input რეჟიმზე გვაქვს, აი აქეთ მაქვს ესეთი რაღაც დაწერილი. მივიღეთ სიგნალი, შემდეგ sysconfig-მა უნდა გადაამისამართოს EXTI ხაზზე, EXTI ამოწმებს rising to falling არის და აგზავნის NVIC-ზე სიგნალს. ანუ ესეც თქვი უკვე, რომ EXTI აგზავნის pending registry-ის
რეგისტრით სიგნალს, როდესაც შესრულდება პირობა, ხო? აი აქეთ რაზეც ვისაუბრეთ, აი აქეთ რო დავუბრუნდეთ EXTI-ის შემთხვევაზე. აი აქეთ ბლოკ დიაგრამა მაინტერესებს. ესე იგი, როდესაც შემოვიდა სიგნალი, დაადგინო rising არის თუ falling, აი აქ ამ რეგისტრების საშუალებით ესენი არ გვჭირდებოდა და თუ როდესაც დაფიქსირდება, ანუ გააქტიურებულია ხო ეს რეგისტრი მაგალითად, თუ დაფიქსირდება ხო rising შემთხვევა და მე ეს გააქტიურებული მაქვს, მაშინ pending-ზე წამოვა ერთიანი. და შემდეგ ამისი გასუფთავებაც გვჭირდება ხოლმე აუცილებლად, რადგანაც რჩება ეს ერთიანი. და გადავა უკვე NVIC კონტროლერზე. ანუ აქეთ ესე იგი pending რეგისტრით გადადის. NVIC-ი ირჩევს რომელი IRQ ნომერი მივიდეს პროცესორზე. IRQ ნომერში იგულისხმება IS. ესე იგი, როდესაც მოვიდა 0 სიგნალი, მოვიდა IRQ ნომრები ქვია. აი ამ ყველაფერს IRQ handler ფუნქციები გვექნება და ამასაც ვნახავთ. და EXTI დაკავშირებულია აი შემდეგ ნომრებზე. ეს ყველაფერი ასევე ვექტორების ცხრილშიც გვაქვს, ხო? აი აქ რაც ვნახეთ. EXTI 1015 მე-40-ზეა დაკავშირებული და აი აქეთაც ვნახოთ, ხო? მე-40-ზე არის 10-დან 15-მდე პინები. კიდევ მოდი უფრო კარგად რო გავიგოთ, თუ აქეთ რა ხდება და წვეტაზე როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენ რომელი გავააქტიუროთ. ხო, ანუ NVIC-ზე რომელი გავააქტიუროთ. მოდი აქ ვნახოთ, კიდევ რაიმე დაგვრჩა თუ არა, NVIC ირჩევს რომელი IRQ, რომელი ნომერი მივიდეს, ესე იგი პროცესორამდე. აი აქ ესეთი მომენტი, ხო, რომელი დან შეწყდეს ესე იგი ეს პროცესი, ხო, ანუ GPIO და 0, 3-დან 4-დან თუ ასე შემდეგ, ხო, თუ აქედან მივიდა ესე იგი 5-დან 9 პინები რომელიც ავირჩიე input regimeზე და იმაზე შემოვიდა სიგნალი, გააგზავნის ამ ხაზზე, შემდეგ ეს ხაზი მივა ამ ნომერზე და ეს ნომერი გაიგზავნება პროცესორთან. მოდი ახლა ესეთ რაღაცას განვიხილავ, აი ეს არის მაგალითად ის თუ რომელი ხაზის გააქტიურება მინდა მე. აი ისევ ამ ცხრილს დავუბრუნდე, აი რომელი წვეტა მინდა რომ გავააქტიურო მე. ხო? თუ GPIO A 0-ზე მინდა, მე ვიცი რომ აი ეს უნდა გავააქტიურო. აი ეს. თუ GPIO A-ის მაგალითად 15 მინდა, ვიცი რომ აი აქ მე-40 ხაზი უნდა გავააქტიურო. თუ მე 7 მინდა, აი აქ 5-დან 9-მდე რა რიცხვის არის, აი ეს ნომერი და ასე შემდეგ. ისევ აქეთ ამ ფოტოზე რო დავუბრუნდეთ, ესე იგი რომელი პინიდანაც მოვა სიგნალი, EXTI გააგზავნის შესაბამის ხაზზე, NVIC-ი მიიღებს შესაბამის ნომერზე ამ სიგნალს და გაუგზავნის პროცესორს. ახლა საკითხავი არის ის, თუ NVIC-ი როგორ გავააქტიუროთ შესაბამის ხაზზე. მაგალითად GPIO A 0-ზე თუ მინდა დაკავშირება, ესე იგი ვიცი რომ GPIO A 0 უნდა გავხადო input režīmი, შემდეგ sysconfig-ში, აი მოდი ესეც რაღაცას დავწეროთ. ესე იგი პირველ რიგში აი ესეთ რაღაცას დავწერ პირველი რაც გვჭირდება. enable გავააქტიუროთ GPIO მაგალითად მოდი იყოს 7. გავააქტიუროთ GPIO 7 input რეჟიმზე. მეორე ვარიანტი არის, ესე იგი, ეს გავააქტიუროთ, მივიღეთ სიგნალი. შემდეგ იქნება ესე იგი sysconfig-ი. რა თქმა უნდა, აქ ბასების გააქტიურება გვჭირდება. APB, AHB თუ რა. შესაბამისი პერიფერიალის, ხო, თუ GPIO A-ს ვიყენებთ, GPIO A უნდა გავააქტიუროთ, როგორც კოდში ვაკეთებდით, ხო? RCC-ზე ჩავართოთ შესაბამისი ის. ასევე გვჭირდება sysconfig-ის და როგორ უნდა გავწეროთ ეს ყველაფერი, გადმოვდივართ. ვნახულობთ sysconfig-ის რეგისტრებს. აი, აგერ არის რეგისტრები EXTI. ვნახოთ, რომელში მოუწევს მე-7 პინი. 1 2 3 4 5 6 აი 7. აი აქ sysconfig-ის EXTI control registris მეორე რეგისტრზე უნდა ჩავწეროთ, რადგანაც A გვაქვს, ყველგან 0-ები. მოდი, ცოტა განსხვავებულიც რა იყოს, აქ მოდი B იყოს. ეს. შესაბამისად, აი აქ უკვე უნდა ჩავწეროთ B-ის შემთხვევაში 3 0-იანი და 1 ბოლოში. აი აქ მე-12 ბიტიდან. შემდეგი, ესე იგი
enable გავააქტიუროთ port B sysconfig-se exti control register or register-ზე. ესე იგი ეს გავიქეთ. ამის შემდეგ ესე იგი რა ხდება? ჩვენ უნდა დავაკონფიგურიროთ exti, რა თქმა უნდა, ჯერ უნდა გავააქტიუროთ exti-ის პერიფერიალი და exti-ის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ავირჩიოთ falling იქნება tracing, ესე იგი ესე დავწერ. იგულისხმება falling და rising edge. ამის შემდეგ გავაგზავნოთ შესაბამის ხაზზე სიგნალი. ანუ ეს გაიგზავნება იდეაში ისედაც, როდესაც ეს მოხდება, pending registry უნდა გავააქტიუროთ უბრალოდ შესაბამისზე. მოდი, აქაც მივაწერ pending register. ხო, pending-აც ამასაც ნიშნავს, ხო, როგორც კი რაღაცა მოხდება იქ, ეს ელოდება და ამ მოვლენას გადაუშვებს უკვე NVX-ზე. აქ მივაწერ NVX-ზე გადავაგზავნოთ შესაბამისი, ხო, მოდი, ესე იყოს, გავაგზავნოთ შესაბამის ხაზზე სიგნალი pending register-ით, ესე დავწერ. მეხუთე ნაწილი უკვე გადმოვედით, აი აქეთთან ამასაც უყუროთ, ესე იგი ეს გავხადეთ input-ი, დაუკავშირეთ exti-ის, exti-ზე გავწერეთ raising or falling edge, გავაგზავნეთ მაგალითად ეს სიგნალი, აღონდ რომელზე მოვიდა, ხო, ანუ NVX-ზე როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი, უკვე როგორ მოხდა. მოდი აქ ცოტა ვრცელი გამომივა, მაგრამ მაინც გავაკეთოთ. Paint-ში მაქვს ესეთი რაღაცა გაკეთებული. ეს არის ჩვენი registry წვეთის generic user guide-ში. ესე იგი გვაქვს სულ 8 registry ICER 0-დან, ესე ჩავწერე 0-დან 7-მდე, სულ გვაქვს 8 registry. ესე იგი პირველი იწყება 0-დან, ბოლო არის 31. 31. რა თქმა უნდა, ანუ ამისი მისამართი, აი მოდი ვნახოთ ამისი მისამართი, სად არის? აი აგერ წერია ამისი მისამართი. და მოდი ამასაც სადმე მივაწერ. რომ აი ეს არის აი ამისი მისამართი. რა თქმა უნდა, ამისი შემდეგი მისამართი იქნება 4. აი ეს. და ასე შემდეგ, მოკლედ ამას აღარ გავაგრძელებ. ესე იგი, აქ ყველა რიცხვები საბოლოო ჯამში ისე არის, რომ აქედან უკვე 0-დან 31-მდე იგივე იქნება, მაგრამ სულ ესე რო დავუთვალოთ, უკეთესი იქნება 32, აქეთ ბოლო იქნება 64. აქეთ იქნება 63 უფრო სწორად. სულ 32. აქედან იქნება 64-დან 95-მდე. და ასე შემდეგ. ახლა ეს ყველაფერი თუ რისთვის გჭირდება, თუ კი მე მინდა რომ აი აქ რაც მაქვს. აი აქ რომ pin 7 ვთქვით, ხო? pin 7-დან გაიგზავნა ესე იგი სიგნალი აი ამ ხაზზე, extr 5-ზე დაუშვათ rising-ი და დაფიქსირდა, ამან გააგზავნა NVX-ის, ნახეთ, რომელზე 23-ზე. 23 არის აქეთ 31, 30, 29, 28, 27, 26, 25, 24. და აი აქ უნდა ჩავწეროთ ჩვენ ერთიანი. ეს ნიშნავს, რომ ანუ 23-ს ეს ყველაფერი აი აქაც კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. სულ გვაქვს vector table-ში 85 მისამართი. ანუ რეალურად ჩვენ არ დაგვჭირდება აი ეს რეგისტრები, დაბლა რაც დავწერეთ წვეტებისთვის. რადგანაც, ну, რეალურად GPIO-ის შემთხვევაში 40-ზე მეტი 40-ზე მაღალი EXTI არ გვაქვს, ხო? ну,
ესენი კი გვაქვს რეალურად, მაგრამ GPIO-ები დაკავშირებულები არიან EXTI პინებზე, ანუ მე-15 პინი დაკავშირებულია EXTI აი ამ რომლის ნომერიც არის 40, ხო? ეს 40, ანუ მოხდება დაახლოებით აი აქეთ, ხო? ეს 63 თუ არის, ან ეს თუ 32 არის, 8 ბიტი რო აქედან გადმოვთვალოთ. აი აქ. ეს არის მე-40. აი აქ ჩავწერ მაგალითად 0-იანს. ხოლო თუ მე-7 პინი მაქვს, აი აქეთ ავბრუნდეთ, ეს არის 23-ზე, 23 არის აი აქ, როგორც უკვე ვთქვი, ხო? იმისთვის რომ ეს გავააქტივირო, აი ამ რეგისტრში, ამ მისამართზე, ანუ აი აქეთ უნდა გადავიტანო ერთიანი აი ესე 23 და ეს გააქტიურდება. მოკლედ ეს იქნება ჩვენი შესასრულებელი საქმე შემდეგ ვიდეოში. და აქ ესე იგი გავააქტიუროთ. შესაბამისი IRQ ნომერი ISER enable register-ზე. ხო, აქეთ მოდი სახელიც აი ეს არის. ხო, ISER შესაბამის რეგისტრზე. მოკლედ სულ ეს არის, როდესაც ეს გააქტიურდება, ახლა შემდეგ ვიდეოში ავხსნი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება კიდევ ეს წვეტის მისამართები პროცესორში. რაზეც სულ პირველ თუ მეორე და საწყის ვიდეოებში ვლაპარაკე, როდესაც ID-ებს ვადარებდი ხოლმე ერთმანეთს. მოკლედ აქ გავჩერდები და შემდეგ ვიდეოზე გავაგრძელებ.